Dana White-მა მოგვიცნულა რამდენიმე სიახლე და ეს სიახლე იყო შემდეგი, რომ უპირველეს ყოვლისა, ხომ, ისლამ ახაჩევი ტოვებს, თმობს და ვაკანდურს ხდის, რაც გინდათ დაუძახეთ, მსუბუქი წონის კამარს და რაღაც მომენტში წლის ბოლომდე საბოლოოდ ავა ეგრეთ წოდებულ welterweight-ში, სადაც ფაქტობრივად გარანტირებული აქვს სატიტულო ბრძოლა ახალ ჩემპიონთან ჯაკ დელა მადალენასთან. ამავდროულად, რადგან მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტურია, ამ ტიტულზე იჩხუბებენ ილია თოფურია, ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და ახლა ერთ-ერთი წამყვანი კონტენდერი მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირა. აქ უკვე მივდივართ იმ ფაქტამდე, რომ სავარაუდოდ ილია ისლამი დაუკარგეთ. ზოგადად ამ ბრძოლაზე საუბარი ჩემთვის დაიწყო ალბათ იმ მომენტიდან, რაც ილია თოფურიამ კამარი მოიგო. თითქმის ყოველ კვირას მისვავდით თქვენ კითხვას, ხო? აი, რას ფიქრობ ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევივის დაპირისპირებაზე, რაც სიმართლე გითხრათ, ანუ მაშინაც ვახსენე რამდენჯერმე რომ ამ ბრძოლას ესე ამ ბრძოლაზე ბევრი არ მიფიქრია, იმიტომ რომ არასდროს მეგონა რომ ეს ბრძოლა საერთოდ შედგებოდა. და თქვენთვისაც ძალიან გულწრფელად მქონდა ნათქვამი, რომ მგონია დრო შეაცდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ სულ ამბობდი, რომ ილიას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა ჯერ ქვემსუბუქ წონაში და მანამდე ილია კი არა და ისლამი უკვე ხო ალბათ ან კარიერას დაასრულებდა, ან უბრალოდ ეცდებოდა მაინც ასვლას ამ ქვესაშუალოში. მაგრამ თებერვალში ყველაფერი გადატრიალდა, ხო? იმიტომ რომ ილიამ უცებ არსაიდან მოწმენდილ ცაზე ერთ დღეს დადო ვიდეო, სადაც კამარს დაბადების დღე მიულოცა და მეორე დღეს პირდაპირ მნიშვნელობით მეორე დღეს ეს კამარი დათმო. და მანდ უკვე, რა თქმა უნდა, ამ ისლამთან დაპირისპირებაზე გაცილებით უფრო სერიოზული საუბარი წავიდა, თუნდაც ჩემთვისაც, ხო? და ისე ეხლა კიდე, ანუ ესეთ ემოციურ კარუსელზე ვიკატავე პირადად მე, ხო? რომ მეგონა რომ არ ჩატარდებოდა, მე რაღაც იმედი დამებადა რომ ჩატარდებოდა და ეხლა ისევ დაუბრუნდი იმ ნიჰილიზმს, რომ სავარაუდოდ ეს ბრძოლა არ ჩატარდება და რატომ. წინა ლაივშიც ვახსენე, რომ მართლა მგონია რომ ჯერ ერთია ხო ისლამს ისედაც ვიცით რომ წონის კლება უჭირს და ამის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ასვლა უნდა ზედაწონაში, მაგრამ ერთი არის როდესაც უბრალოდ გინდა ასვლა და უბრალოდ განიხილავ მაგას პოტენციურად და მეორე არის როდესაც ერთ ბრძოლას ჩაატარებ ზედაწონაში და მივხვდები რომ ვახ ცხოვრება არც ისეთი ცუდი ყოფილა, ხო? და ცხადია, ანუ არ ვამბობ ბრძოლებზე, ვამბობ სუფთა რუტინულ საქმეზე, რაც ეხება ჭამას მას. დიეტის ნაკლებად მკაცრი დიეტის დაცვა გიწევს, წონის კლებაც გაცილებით უფრო მსუბუქი არის, თუ შესაძლებელია რომ ეგ მსუბუქი იყოს, ხომ? იქ ცოტა მეტ წყალს დაალევ. ამაზე მოკლედ, ანუ ეს ჩემი მომგონილი არ არის, ამაზე შეგიძლიათ არაერთი ინტერვიუ მოусმინოთ, თუნდაც Max Holloway-ის, ხომ? და ნებისმიერი სხვა მებრძოლის, რომელმაც აი ესე სცა და უცებ ერთი წონით ან რამდენიმე წონითი კატეგორიის ზემოთ ეჩხუბა, ხო? და მაგიტომაც მგონია რომ ისლამს ზუსტად ეგ დაემართება და რომ შეენარჩუნებინა ეს კამარი. ქვესაშუალოში ერთი ბრძოლა რომ ჩაეტარებინა, არ ამგონია რომ ამ კამარს ოდესმე დაიცავდა. ანუ ზოგადად არ ამგონია რომ მსუბუქ წონაში ეს დაბრუნდებოდა. და ნუ სავარაუდოდ ეს იყო ის გაკვეთილი, რაც UFC-მაც ისწავლა, თუნდაც კონორ მაგრეგორის მაგალითზე, თუნდაც ჰენრი სეხუდოს მაგალითზე, ხომ? რომ როგორც წესი თუ ეს მეორე კამარი მოიპოვეს, ზედაწონაში რჩებიან ხოლმე. და ამ ახლა უკვე ამ რისკზე და ამ თამაშში ამ რისკზე არ მიდიან და ამ თამაშში მონაწილეობას არ იღებს თავად UFC და პირდაპირ გეუბნებიან რომ ანუ თუ წონის შეცვლა გინდა, კეთილი ინებე, კამარი დატოვე და ადი ზედაწონაში. კიდე ერთი რაღაც, რატომაც მე ეჭვება, რომ ოდესმე ილია და ისლამის ბრძოლას მივიღებთ და ანუ თქვენც ალბათ იფიქრებდით, ხომ? ანუ რატო არ შეიძლება მაგალითად წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარი, რომ ისლამი იგებს ჯაკ დელასთან, ხდება ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, ამასობაში ილია თოფურია ამარცხებს ჩარლზ ოლივეირას და ხდება მსუბუქი წონის ჩემპიონი და ბრახ კლავ გაიზრდება კიდევ უფრო ეს ფსონები, ხო? ანუ ამ ბრძოლაში რამდენი დევს სასწორზე და უცებ აი ესეთი ისევ კიდევ უფრო მაგარი სუპერ ბრძოლა მივიღეთ, ხო? თეორიულად.
2 ჩემპიონი და ილია ავა რა ზედა წონაში. მშვენიერი სურათია, ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ეჭვება რომ შედგეს და გეტყვით რატომ. სუბუქ წონაში ყავს პედი პიმბლეტი. და ეს იქნება სავარაუდოდ ის რაღაც რასაც ეძახიან wild card, ხო? აი ცოტა ისეთი არსაიდან გამოჩენილი კოზირი, რომელსაც ორგანიზაცია გამოიყენებს იმისთვის, რომ ილია შეაკავოს მსუბუქ წონაში. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, ხო, გარკვეული კონფლიქტი არსებობს პედის და ილიას შორის. და ზოგადადაც ორივე ძალიან ისეთი პოპულარული მებრძოლია, ორივე საკმაოდ ისეთ დიდი ჰაიპის დიდ ტალღაზე მოდის ამ დივიზიონში და თუ UFC-ს ექნება საშუალება, რომ ეს ბრძოლა ჩანიშნონ და ეს ბრძოლა იყოს სატიტულო, უეჭველი ჩანიშნავენ. ანუ ამაში ეჭვიც არ მეპარება რა და დარწმუნებული ვარ ილიაც თანახმა იქნება ამაზე და პედიც რა თქმა უნდა პედი ამით რას კარგავს, ხო? და ილიამ მოგეხსენება ჯო როგანთანაც ისაუბრა ამაზე და თქვა რომ დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა პედის. ეს იქნებოდა ძალიან მაგარი ბრძოლა, ძალიან მარტივად გაყიდვადი ბრძოლა. პრეს-კონფერენციებით მაგრად გავერთობით და საბოლოო ჯამში ალბათ უფრო ამას აირჩევენ, ვიდრე ილიას და ისლამს ქვესაშუალოში ან რამე მსგავს ვითარებებში. Catchweight-ი გამოვრიცხოთ, ანუ 160 ფუნტი ან 165 ფუნტი გამოვრიცხოთ. ამაზე საუბარი გვიყვარს ჩვენ, მაგრამ UFC-ს ეგეთი გამოხტომები და ეგეთი იდეები არ მოსწონთ, იმიტომ რომ ანუ დივიზიონი როგორც ასეთი თუ არ არსებობს, და მომავალი განვითარება ამ რაღაც ისტორიას ვერ ექნება, მაშინ როგორც წესი დაინტერესებულები არ არიან ამაში. და მაგიტომაც ფიქრობ, რომ ისლამის და ილიას ბრძოლა ამ მომენტისთვის სამწუხაროდ დაკარგულია. ისლამი ალბათ ერთადერთი ყველაზე სავარაუდო შანსი, რომ ეს ბრძოლა მართლა შედგება, იქნება ის თუ ილიამ გაიმარჯვა და ისლამა წააგო. აი მაგ დროს შეიძლება კიდე დაფიქრდეს და რაღაც ანუ იმას ისევ და ისევ დააბრალოს, რომ იქ უფრო დიდი ტიპები არიან და მოდი ისევ ჩემს დივიზიონში დაბრუნდები და ვეცდები კამარი დავიბრუნო, ხო? აი ერთადერთი ალბათ ყველაზე სავარაუდო მოცემულობა, რაშიც ეს ბრძოლა შეიძლება ვიხილოთ, არის ეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მაინც მგონია, რომ რავი, დიდად იმედები არ უნდა რაც ავიმაღლოთ, ხო, ეგ არის. წინა ლაივშიც ვთქვი ეგ და ზოგს არ მოგეწონათ, მაგრამ მართლა არ მგონია რომ ისლამი ვინმეს გაურბის. მართლა. შეიძლება ისა და ისა თქვენ ასე თვლიდეთ, ამაზე არ ვკამათობ, უბრალოდ მგონია რომ ცოტა მეტის მიღწევა უნდა, ვიდრე ახლა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ ილია თოფურიას შანსებს და შესაძლებლობას ჩვენ, ისლამი სავარაუდოდ ფიქრობს, რომ მაგ ბრძოლას მოიგებს და სავარაუდოდ ფიქრობს, რომ მოიგებს საკმაოდ მარტივად. ან მარტივად თუ არა, დარწმუნებული იქნება საკუთარ ძალებში. ამიტომ ნაკლებად მგონია, რომ გაურბის ვინმეს ამ შემთხვევაში და უფრო აი ეს ხაბიბის ჩრდილიდან გამოსვლის შესაძლებლობას ეძებს უფრო. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ხო ძალიან ახლოს არიან, ძალიან ახლობლები არიან, მეგობრები და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ რაღაც მომენტში მაინც უნდა საკუთარი მემკვიდრეობის შექმნა. და აბსოლუტურად გასაგებია, ხო? მაგრამ სხვათა შორის სანამ მემკვიდრეობაზე ვართ, ამ ისლამის მემკვიდრეობის თემაზე, ხო? ერთ ორ სიტყვასაც ვეტყვი, იმიტომ რომ ამაზეც ვფიქრობდი ეს დღეები. ზოგადად უკვე რეკორდი დაამყარა, ხო? ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა დააგროვა მსუბუქი წონის ისტორიაში. და მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დივიზიონი UFC-ს ისტორიაში, ხო? სტაბილურად პრესტიჟული, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში ქვემძიმე იყო ძალიან მაგარი, როდესაც ჯონ ჯონსი თავის ტირანიას ამყარებდა იქ ამ წონაში. სუპერ მსუბუქი წონაც მაგალითად ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ აი მსუბუქი წონა მაინც ის დივიზიონია, სადაც სტაბილურად არის ძალიან ბევრი
უნიჭიერესი მებრძოლი და ნუ ზოგადად ძალიან კონკურენტული დივიზიონია. ეს არის ხაბიბ ნურმაგომედოვის, ტონი ფერგუსონის და კონორ მაკგრეგორის ერა, ხო? ეს არის მაგალითად BJ Penn-ის დივიზიონი, რავი, კიდე ფრენკი ედგარი, ხო? ანუ უამრავი რაღაც ჟოზე ალდორაშოა შეხმერთო ჩემო, კაი. too much ხო შორს წავედი. ხო, ნუ BJ Penn-იც და ხაბიბი და დანარჩენები უკვე მგონი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს დაამაგერი დივიზიონია და წარმოიდგინეთ, ანუ ამ უმაგრეს დივიზიონში გაქვს დაგროვებული ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა, 4 ZZ. შთამბეჭდავად ჟღერს 100%-ით. მაგრამ როდესაც უყურებ ვისთან აი მან ჩნდება კითხვები. ისა და ისო ისლამს რო გაეგზელებინა და კიდე რამდენიმე დაცვა დაეგროვებინა ამ დივიზიონში, კითხვები არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, შეიძლება მერე დაიბადოს წლების განმავლობაში ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დღეს აი რახანა ესე რაღაცნაირად უცნაურ ვითარებაში უბრალოდ ესე მიატოვა ეს კამარი და წავიდა. მგონია რომ აისახება ის იმაზე თუ როგორ შეხედავენ მის ამ მემკვიდრეობას მომავალი თაობები და მომავალ თაობაში ვგულისხმობ იმათ, ვინც რავი შემდეგ თვეს და შემდეგ 2 თვეში, 3 თვეში ამაზე ისაუბრებს. და რატომ? იმიტომ რომ ვოლკანოვსკისთან რაოდენ მაგარი არ უნდა ყოფილიყო ეს პირველი ჩხუბი. და კარგად იცით, რომ ამ ბრძოლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა სრულიად, ვოლკანოვსკის ცხოვრებაც შეცვალა, ისლამის ცხოვრებაც და მგონი ცოტა ეს ჩვენი თანამედროვე MMA-ის ლანდშაფტით შეიცვალა ამ ბრძოლამ, შეცვალა. მაგრამ რაოდენ მაგარიც არ უნდა ყოფილიყო ეგ, ხო? აი მეორე ჩხუბმა ეს ცოტა გააფუჭა. და ცოტა უსიამოვნო გემო დაგვიტოვა თითქოს, ხომ? short notice-ზე და ასე შემდეგ. ნუ კაი, ეს ჩავხურეთ. 2 ტიტულის 2 დაცვა ჰქონდა ქვემსუბუქიწონიდან ამასულ მებრძოლთან. მერე იყო ბრძოლა პორიესთან. ამ ბრძოლაზე აკრიტიკებენ იმას, რომ ეგეც პორიე იყო ქვემსუბუქიდან ამოსულიო, მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრით მართლა ანუ სისულელეა და ჟარგონი რო ვიხმაროთ, რავი, ანუ ტრუხა ბაზარია. პორიე სუბუქწონაში ავიდა, რავი, 2016 წელს თუ არ ვცდები, სწორად თუ მახსოვს. მაგრამ დაახლოებით ასეთ ამ პერიოდში რა. და ანუ ქვემსუბუქიწონის მებრძოლს პორიეს უკვე დიდი ხანია ვეღარ ვუწოდებთ რა. ანუ ამ წონისთვის, ამ წონაში კარგად გრძნობდა თავს, ამ წონაში რა ქვია მაგას ინტერიმ, ანუ დროებითი კამარიც მოიპოვა და იმის თქმა, რომ ანუ ესეც იყო ქვემსუბუქიწონის მებრძოლის სისულელე. ამ კრიტიკას მე პირადად არ ვიღებ. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ იქ პორიეს ჰქონდა ძალიან ცოტა დრო მოსამზადებლად, ხომ? და ანუ საბოლოო ჯამში პორიე უკვე პრაიმშიც არ იყო და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან მაგარი და ძალიან კონკურენტული ბრძოლა გვაჩუქეს. და ამ ბრძოლით მგონი დასტინიც და ისლამიც ბევრის თვალში აიმაღლნენ. მედიასტორიზმის ფორმა ვიხმარე. თუ არა და სწორით. ხო, ეს ძალიან მაღალი ნოტა იყო და მე უცებ ნუ ჩაინიშნა არმან ცარუკიანთან ბრძოლა და ძლივს ხო, ანუ უნდა მომხდარიყო ეს, რომ ისლამს უნდა დაემტკიცებინა, რომ მართლა ანუ დომინანტური ჩემპიონი არის ამ წონაში და ბრახ უცებ თავადაც ისეთ რაც მოხდა 2 დღის ბრძოლამდე 2 დღით ადრე არმანი ჩაეხსნა სამწუხაროდ ტრავმით და ზურგის ტრავმით და შეგვჭა ხელთ რენატო მოიკანო, რომელიც იმ მომენტისთვის თუ არ ვცდები მე-12 ადგილს იკავებდა და ესეც ისლამს ხო მაგრად უმართლებს. ესეც ქვესაშუალო კი არა და ქვემსუბუქიწონიდან ამოსული იყო თავის დროზე, მაგრამ ისე და ისე ესეც უკვე ქვემსუბუქიწონის მებრძოლად არ ითვლება. უბრალოდ ნუ ცხადია იქ ნიჭში და გამოცდილებაში და ტექნიკაში ძალიან დიდი სხვაობა იყო და დავინახეთ კიდეც, ხო? ნუ აბსოლუტურად არ იყო მოიკანო მზად იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, ხო? საბოლოო ჯამში ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ისლამ მახაჩევს, ანუ აქვს დაგროვებული ეს 4 ZZ 4 ტიტულის დაცვა ყველაზე პრესტიჟულ დივიზიონში, აი ასე წასვლამ
ძალიან ცუდად იმოქმედებს მის მემკვიდრეობაზე. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ახლაც უკვე ძალიან ბევრი კრიტიკოსი არსებობს და ჰყავს ისლამ ახაჩევს და მომავალში დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება და მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ქვესაშუალოში წააგო, თუნდაც ჯაგდალასთან. აი მაშინ მტრისას მართლა. მაგრამ ეს არის ის რისკი, რომელზეც მახაჩევი დათანხმდა და ეს უკვე მისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით უნდა იმოძრაოს, ხო? ეს არის და ეს.